სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ უორენ ვირსბის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ დღეს ძველ აღთქმას განვიხილავთ. მე-15 ნაწილია ეს, რომელშიც უორენ ვირსბიმ კომენტარი გაუკეთა დაბადების წიგნის მე-12 თავის მე-10 მუხლიდან მე-13 თავის მე-18 მუხლებს. შიმშილობა, ფარა და ბრძოლები. მოდით წავიკითხოთ ეს ადგილი და შემდეგ გავიცნოთ ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი მისი კომენტარი, რომელიც მე არ დამავიწყებ, როცა პირველად წავიკითხე და მეორედ, როცა ორივე დროს ძალიან გამომადგა და ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა კიდევ ერთხელ. მოდით ჯერ წავიკითხოთ ბიბლიის ეს ადგილი. ესე იგი ჩვენ გავჩერდით დაბადების წიგნის მე-12 თავის მე-9 მუხლზე და დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გააგრძელა სვლა და შემდეგ მე-10-ში ესე გადადის. შიმშილი იყო იმ ქვეყანაში და წავიდა აბრამი საცხოვრებლად ეგვიპტეში, რადგან ძალიან ძვინვარებდა შიმშილი. ეგვიპტეს რომ მიუახლოვდნენ, უთხრა აბრაამას სარაის, თავის ცოლს. ვიცი რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ. დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო, მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ. ამიტომ თქვი, რომ დახარ ჩემი, მაშინ კარგად მომექცევიან და მაცოცხლებენ შენს გამო. როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, იხილეს ეგვიპტელებმა ეს ქალი, რომელიც ძალიან მშვენიერი იყო. ნახეს ფარაონის დიდებულებმაც და უქეს ფარაონს და წაიყვანეს ქალი ფარაონის კარზე. კარგად მოექცენ აბრაამს მისი ცოლის გამო. ყავდა აბრამს ცხვარი და პირუტყვი, ყმანი და მხევანი, სახედრები და აქლემები. დიდად დაასნეულა უფალმა ფარაონი და მისი სახლი სარაის აბრაამის ცოლის გამო. იხმო ფარაონმა აბრამი და უთხრა, ეს რა მიყავი, რატომ არ მითხარი რომ შენი ცოლი იყო ეს ქალი? რატომ თქვი ჩემი და არისო? მე ხო მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აი შენი ცოლი, წაიყვანი და წადი აქედან. უბრძანა ფარაონმა თავის ხალხს და გაისტუმრეს აბრამი და ცოლი მისი და წაიღეს თან, რაც გააჩნდათ. ვაგრძელებთ მე-13 თავს. ეგვიპტიდან ნეგებისაკენ გაემართა აბრამი თავის ცოლთან და ლოტთან ერთად და ყველაფერი რაც გააჩნდა თან ჰქონდა. ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგებითა და ოქროვერცხლით. ნეგებიდან ბეთელისაკენ გაემართა იმ ადგილამდე, სადაც უწინ კარავი ედგა ბეთელსა და ჰაგაის შორის. იმ ადგილამდე, სადაც პირველად აუგო სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. ლოტსაც, რომელიც აბრაამთან ერთად მგზავრობდა, ასევე ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები და ვერ იტევდა მათის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა და არ შეეძლოთ თანაცხოვრება. დავა ჰქონდათ ერთმანეთში აბრაამისა და ლოტის წყებსებს. ქანაანელები და ფერიზევლები ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში და უთხრა აბრაამმა ლოტს, ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს წყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ. განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ, თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ. აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა. ეს იქამდე ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა. დაერჩია ლოტმა იორდანეს მთელი ტაფობი, დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისაკენ და გაეყარა კაცი თავის ძმას. აბრაამი ქვეყნის ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრდა, ხოლო ლოტი ტაფობის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები. ბოროტი იყვნენ სოდომელები და ძალიან სოდავდნენ უფლის წინაშე. და უთხრა უფალმა აბრაამს ლოტთან გაყრის შემდეგ, აღაპყარე თვალე და გაიხედე ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისაკენ, რადგან მთელ ამ ქვეყანას რასაც ხედავ, შენ და შენ შთამომავლობს მოგცეთ უკუნისამდე. მიწის მტვერივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის დათვლას, შენ შთამომავლობაც დაითვლება. ადექი და მოიარა ეს ქვეყანა, კიდით კიდემდე, რადგან შენ გაძლევ მას. აშალა აბრაამა კარვები, წავიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს. ესე მთავრდება მე-13 თავი. ესე იგი ჩვენ მე-12 თავის ნახევრიდან მე-13 თავი მთლიანად წავიკითხეთ მე-18 მუხლის ჩათვლით. ესე იგი როგორც გითხარით, შიმშილობა, ფარა და ბრძოლები. და გთხოვთ მოусმინოთ ყურადღებით, ნახეთ როგორი წმენის მომცემია. ასევე ჩემი დიდი თხოვნაა, მე ვერ ვასწრებ, რომ ყველაფერი, რაც პარალელებია მოყვანილი და ძალიან ბევრი პარალელები ახალი აღთქმიდან, მოინიშნოთ, ან გააჩეროთ ეს ჩანაწერი და ჩაიხედოთ ხოლმე, რათა ვინც არ იცით ის თუ რაზეა საუბარი, პარალელი რომელიც მოყვანილია, ზოგჯერ აქ პერიფრაზირება, ზოგჯერ გადმოგცემს მოკლე შინაარსს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მარტო მუხლებია, იმიტომ ძალიან ბევრია მასალა.
და ამიტომ ჩემი თხოვნა არის რომ გაითვალისწინოთ რომ ეს გაამაგრებს თქვენ ბიბლიურ ცოდნას და რწმენაში წაგადგებათ. შიმშილობა, ფარა და ბრძოლები. ცხოვრება შეიძლება რთული იყოს, წერდა ემი კარმაიკელი, რომელიც იყო მისიონერი ინდოეთში. ზოგჯერ მტერი მოდის როგორც წარღვნა და ეს არის სწორედ ის დრო, რომ დავამტკიცოთ ჩვენი რწმენა და შევხვდეთ მას ჩვენ გალობით, ანუ სიმღერებით. ეს არის წიგნიდან სანთლების სიბნელეში 51 გვერდი. რწმენას, რომელსაც გამოცდა არ გაუულია, არ შეიძლება, რომ სანდო იყოს. პეტრემ ქრისტიანის განსაცდელები შეადარა ოქროს გამოცდას ღუმელში. 1 პეტრეს 1:7. ხოლო პატრიარქმა იობმა გამოიყენა იგივე სურათი. მაგრამ მან იცის გზა, რომელსაც ვადგავარ, როდესაც გამოცდის ოქროსავით გამოვალ. იობი 23:10. ღვთის მიზანი განსაცდელების დაშვებით არა მხოლოდ ჩვენი რწმენის დადასტურებაა, არამედ მისი განწმენდა და ნალექის მოცილებაც. ღმერთმა იცის როგორი რწმენა გვაქვს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით და რწმენის სკოლაში წინსვლის ერთადერთი გზა გამოცდების ჩაბარებაა. აბრაამის მსგავსად რწმენის სკოლაში წინსვლისას თქვენ სამ განსაკუთრებულ გამოცდას გაივლით და აღმოჩნდებით მის წინაშე. პირველია გარემოებები, ამას გვეუბნება ეს მე-12 თავის მე-10 მუხლი, შემდეგი არის ადამიანები, რომელსაც ჩვენ შევხვდით ხო ფარაონის და მისი მხლებლების მსგავსად და ასევე ლოტიც ეს ადამიანებია ჩვენს ირგვლივ, რომელიც გვარტყია და საგნები, ნივთებთან დამოკიდებულება. ეს ჩვენ უკვე მე-13 თავში, როდესაც ლოტის და აბრაამის გაყრის ამბავი ნახეთ არჩევანის შესახებ, ხო? ესე იგი, ვიმეორებ გარემოებები, შიმშილი დადგა, ადამიანები, რომლებიც მე ჩვენს წინაშე დგებიან, იგივე მეუღლეც სარა, ესეც ადამიანი იყო ირული გამოცდა და საგნები, რომლებიც ჩვენ გვარტყია. პირველი გარემოებები. მოდით განვიხილოთ გარემოებები. ოჯახის დატოვები და უცნობ მიწაზე მოგზაურობისას აბრაამმა რწმენის დიდი ნაბიჯი გადადგა. იქ ჩასვლის შემდეგ მან მეორედ იხილა ღმერთი და მოისმინა მისი სიტყვა. აბრაამი და სარა ალბათ ელოდნენ რომ დასახლდებოდნენ და დატკბებოდნენ თავიანთი ახალი სახლით, მაგრამ ღმერთმა არ მისცა მათ ამის უფლება. ამის ნაცვლად ღმერთმა დაუშვა რომ იმ ქვეყანაში შიმშილი დამდგარიყო. არ არსებობს ჩანაწერი რომ აბრაამს ოდესმე შიმშილობა შეხვედროდეს ურში, სადაც ის იყო, ან ხარანში, მაგრამ ახლა, როდესაც ის ღვთის მიწაზე, აღთქმულ მიწაზე იმყოფებოდა და ფეხი დაადგა, მას დიდი რაოდენობით ხალხის, ასევე ცხრისა და ძროხებისათვის საკვების შოვნა მოუწევდა. რატომ დაუშვა ღმერთმა შიმშილობა? აბრაამსა და სარას რწმენის სკოლაში ძირითადი გაკვეთილი სწავლებისათვის, ასევე ჩვენც უნდა ვისწავლოთ ის, რომ გამოცდები ხშირად მოყვება ხოლმე ტრიუმფს და გამარჯვებას. ეს პრინციპი ილუსტრირებულია მთლიანად ისრაელის ისტორიაში. როგორც კი ერი ეგვიპტიდან გახსოვთ მოსეს გამოყავს, ხო? ეგვიპტის არმია ფარაონი დაედევნება მათ. წარმოვიდგინეთ რა გამარჯვება იყო მათთვის გამოსვლა ტრიუმფალურად და უცებ ისინი ისევ საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და მოემწყდნენ ზღვის წითელ ზღვასთან. გახსოვთ გამოსვლის წიგნის მე-12 თავი და მე-15 თავამდე ამას გადმოგცემს. ანუ გამოსვლის ტრიუმფს მოყვა იმ წუთშივე გამოცდა. ღმერთმა გამოიყვანა ისინი, მაგრამ შემდეგ ისინი კიდევ ერთი გამოცდის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს იყო წყლის არქონა. ამას უკვე გადმოსცემს გამოსვლის წიგნის მე-15 თავი. მერე მოდის შიმშილობა გამოსვლის წიგნის მე-16 თავი. და ბოლოს თავდასხმაც კი ყამალიკელებისაგან. ამას უკვე გამოსვლის წიგნის მე-17 თავი გვეუბნება. ასე რომ, როგორც თქვით, გამოცდები ყოველთვის მოყვება ტრიუმფს და გამარჯვებას. თუნდაც ეს წარმატება იყოს. ერთი ახალგაზრდა მორწმუნე ჩემთან მოვიდა და მითხრა, მეგონა რომ, როდესაც ქრისტიანი გავხდებოდი, ჩემი სულიერი ხსნის შემდეგ, ჩემი ყველა უსიამოვნების დასრულება მოხდებაო. მაგრამ ეხლა ხვდები, რომ ქრისტეს რწმენამ პრობლემების სრულიად ახალი ნაკადი გამიჩინაო. მაგრამ განსხვავება იცით რა არისო? ბატონო ვორენო, დაზინა მან ღიმილით. ეხლა უკვე მე მარტო არა ვარ და მათ უმკლავდები, იმიტომ რომ უფალი ჩემთან არისო.
და მე ვიციო რომ მათ ღმერთი უშვებს ჩემს საკეთილდღეო და მისი დიდებისთვისო. როდესაც ჩვენ ამ რწმენის გამოცდებს გავდივართ, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მტერი ჩვენი სიამაყეა. იმიტომ რომ როდესაც შენ გამარჯვებას განიცდი და ტრიუმფს განიცდი, შეიძლება ზედმეტად თავდაჯერებული გახდე. დაიწყო საკუთარი თავისთვის იმის დარწმუნება, რომ უკვე შეგიძლია ნებისმიერი მტრემის დამარცხება, ნებისმიერ დროს და შენ რწმენას ამყარებს შენ წარსულ გამოცდილებაზე. ასევე შეიძლება ეს იყოს უფლის სიტყვის უფრო მზარდ ცოდნაზე. ბიბლია ამხედველობაში, ხო? იმის ნაცვლად, რომ შენ მთლიანად მხოლოდ და მხოლოდ უფალზე გააკეთო შენი იმედი და იყო მასზე დამოკიდებული. გახსოვთ ალბათ პირველ კორინთელთა წერილში პავლე რას გვეუბნება მეათე თავის მე-13-ში და იქ არის გაფრთხილება მე-11 მხრიდან. ამიტომ ვინც ფიქრობს რომ დგას, ფხიზლად იყოს, რომ არ დაეცეს. ღმერთს არ სურდა არანაირად რომ ა ブラ ამი ესეთი ამაყი და თავდაჯერებული დარჩენილიყო. ამიტომ მან მის წინაშე რწმენის ღრუბლები შეყარა. რწმენის დიდი გამარჯვების შემდეგ ყოველთვის მოემზადეთ, რომ მტერის თავდასხმა იქნება და უფალი გამოგცდით. ან ორივე ერთად. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგიძლიათ გაიზარდოთ თქვენ რწმენაში. ღმერთი ცხოვრების რთულ გარემოებებს იყენებს თქვენი რწმენის კუნთების გასაძლიერებლად. და ყველანაირად ხელს შეგიშლით, რომ თქვენ იმედი და ნდობა სხვა რამეს გამოუცხადოთ. ამიტომ ნუ ეცდებით ამ პრობლემებისაგან თავის დაღწევას, იმიტომ რომ ეს არ იმუშავებს. იმის ნაცვლად რომ დარჩენილიყო ა ブラ ამი აღთქმულ მიწაზე და მინდობოდა უფალს, რათა ის დახმარებოდა მას ამ შიმშილობის დროს, ა ブラ ამი ეგვიპტეში გარბის. ბიბლიაში ეგვიპტე სოფლიოს სისტემისა და მისი მონობის სიმბოლოა, ხოლო ისრაელის მიწა ღვთის მიერ თქვენთვის განკუთვნილი კურთხევის მემკვიდრეობის სურათია და ანალოგია. ამას გვეუბნება მეორე რჯული მე-11 თავი. როდესაც ადამიანები იერუსალიმში მიდიოდნენ, ისინი ადიოდნენ, მაგრამ როდესაც ეგვიპტეში მიდიოდნენ, ისინი დაბლა ეცემოდნენ და უკან მიდიოდნენ სულიერ რწმენაში. სულიერი თვალსაზრისით ეგვიპტეში ჩასვლა ნიშნავს ღვთის აღთქმებში ეჭვის შეტანას და დახმარების სათხოვნელად სოფლიოსაკენ გაქცევას. და თუ გადავხედავთ ბიბლიურ ისტორიას, მაგალითად რიცხვთა წიგნის მე-11 თავი, მე-14 თავი, ესაიას 30 თავი, ესაიას 31 თავი, იერემიას 52 თავი. ყოველი ეს გადმოგცემს ზუსტად ამ მდგომარეობას და ამ გაფრთხილებას, რომ ღმერთს არ მოწონდა, როცა ისრაელი პირს მიბრუნებდა და მის იმედს ამყარებდა სხვა ქვეყანაზე და ხშირ შემთხვევაში ეგვიპტეზე. როდესაც ჩვენი ცხოვრებისეული გარემოებები რთულდება და თქვენ გამოცდის ღუმელში შედიხართ, ჯობია დარჩეთ იქ, სადაც ღმერთმა თქვენ ჩაგაყენათ. სანამ ის თვითონ არ გეტყვით, რომ უნდა გამოხვიდეთ და დამთავრებულია უკვე თქვენი გამოცდა. რწმენა შვიდობისა და იმედისაკენ მისწრაფის, ხოლო ურწმუნოება მოუსვენრობისა და შიშისაკენ. ვინც ირწმუნებს, ის არ აჩქარდება, ესაია 28:16. განსაცდელი ჟამს თავარი კითხვა ის კი არ არის, როგორ გამოვიდე ამისაგან, არამედ ის, თუ რას მივიღებ მე ამისაგან. იაკობის წერილი, პირველი თავის, პირველიდან მე-12 მუხლების ჩათვლით. ღმერთი ყოველთვის მუშაობს თქვენი რწმენის გასაძლიერებლად და მხოლოდ ღმერთია ის, ვინც აკონტროლებს ამ გარემოებებს. თქვენ უფრო უსაფრთხოდ იქნებით, თუ ღმერთის ნებაში დარჩებდი შიმშილის დროს, ვიდრე ნისი ნებით წახვიდეთ და
მეფის სასახლეში იყოთ. კარგად ითქვა, ღვთისნება არასოდეს მიგვიყვანს იქს, სადაც ღვთისმადლი თქვენ ვერ დაგიცავთ და ვერ გაგიფრთხილდებათ. აბრაამმა ვერ შეძლო, ვერ გაუძლო ამ ძიმე გარემოებებს, ამ გამოცდას და ზურგი აქცია ღვთისნებას. შემდეგ ქვეთავი არის, როგორც გითხარით, პირველი იყო გარემოებები, ახლა ადამიანები. ეგვიპტეში აბრაამი ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. რადგან თუ ერთ გამოცდას შენ გაექცევი, აუცილებლად უფრო უარეს წააწყდები. როგორც რწმენის სკოლაში თქვენ ჩაირიცხებით, ჩაეწერებით, არ გაქვს უფლება გახვიდე და გამოეთიშო. იმიტომ რომ ერთი რაღაცა გაჭირვება და წარუმატებლობა ქონდა. ღმერთს შენში და შენი მეშვეობით აქვს თავისი მიზნები, შესასრულებელი და ის ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა შენი წარმატების მისაღწევად. ფსალმუნი 127:8, ფილიპელთა 1:6. ქანაანში აბრაამს მხოლოდ შიმშილობასთან უწევდა გამკლავება. გახსოვთ და გამოექცა მაგას. ეგვიპტეში კი მას უკვე ფარაონი ძალიან ამაყ მართველთან და მის მსახურებთან მოუწია გამკლავება და ურთიერთობა. ფარაონს ღმერთად თვლიდნენ. მაგრამ ის არ იყო აბრაამის ღმერთის მსგავსი ღმერთი, მოსიყვარულე, დიდსულოვანი, ერთგული, ყოვლისხედველი, ყოვლადზრუნველი. და ეს აბრაამმა მალევე აღმოაჩინა, რომ უკეთესი იყო ქანაანში, იმ შიმშილობაში და იმ ვითარებასთან გამკლავება, ვიდრე ეგვიპტის ხალხთან ურთიერთობის დამყარება. ყურადღება მიაქციეთ ცვლილებებს, რომლებიც აბრაამის ცხოვრებაში მოხდა, რადგან ის ეგვიპტეში ჩავიდა. დასაწყისისთვის აბრაამი ნდობიდან ინტრიგებზე გადავიდა. აბრაამს ეგვიპტეში სამსერყო არ ქონდა და ჩვენ ვერ ვკითხულობთ იმას, რომ ის უფალს ეკითხებოდეს და მას სთხოვდეს ხელმძღვანელობას და დახმარებას. როდესაც მე მსახურობდი ახალგაზრდა ქრისტესთვის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჩემი მეგობარი და ახალგაზრდობა ქრისტესთვის საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩემი მეგობარი და თანამშრომელი პიტ კუისტი ხშირად გვახსენებდა, რწმენა არის ცხოვრება ინტრიგების გარეშე. ანუ, როდესაც ადამიანურ ხედვაზე არ ამყარებ შენს და არ ეძებ გამოსავალს. როდესაც წყვეთ ღვთის სიტყვის მინდობას, შენ იწყებ ადამიანურ სიბრძნეზე დაყრდნობას და უკვე ის იწვევს პრობლემებს. ამას გადმოვცემს იგავები 3:5-6 და 1 კორინთელთა წერილი მე-3 თავი 18-დან 20 მუხლების ჩათვლით. აბრაამა და სარამ თან წაიღეს ეს ნახევარი სიმართლე ურიდან. ამას ჩვენ წავიკითხავთ შემდეგ აბიმელექთან დაბადების მე-20 თავში. როდესაც ის უკვე ახსნის, რომ ეს მოლაპარაკება, ეს რაღაცა კონტრაქტივით, ხო, ურიდან ქონდათ უკვე მოლაპარაკება. რომ როდესაც მათ დაჭირდებოდათ, რომ ეთქვათ, რომ აბრაამი ცოლი კი არ იყო, არამედ და იყო. ნახევარი სიმართლე იყო ეს. ნახევრად მართლა სიმართლე იყო, მაგრამ არა მთლიანი. ეს გამოიყენეს ეგვიპტეში და გერარში, მერე დაბადების მე-20 თავში კითხულობ ჩვენ ამას. შემდეგ კი მათმა შვილმა ისააკმაც ანალოგიური გააკეთა უკვე რებეკასთან. ამას უკვე წავიკითხავთ ჩვენ დაბადების წიგნის 26 თავში. როდესაც ადამიანებთან პრობლემების თავიდან ასაცილებლად ინტრიგებს აწყობ, ფრთხილად იყავით, რომ უარესი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ. აბრაამი თავდაჯერებულობიდან, როცა ლაპარაკი იყო სიამაყეზე, ნახეთ უკვე შიში გადავიდა. შიში იპყრობს მას უკვე. და როდესაც ღვთის მიერ არჩეულ ადგილას დგახართ, არასოდეს არ უნდა გვეშინოდეს, რადგან რწმენა და შიში ერთსა და იმავე გულში ვერ იცხოვრებს. ესაია 12:2, მარკოს სახარება 4:40. ღვთის შიში არის შიში, რომელიც ყოველგვარ შიშს ძლევს. ფსალმუნი 111, ესაია 8:13. მაგრამ ადამიანების მიმართ მოშიშარი მახეში გაებმება, უფალზე ნადობილი კი დაცული იქნება. იგავები 29:25. ღმერთმა არაერთხელ უთხრა აბრაამს, რომ ის გააკეთებდა, მე გავაკეთებ, მაგრამ ახლა აბრაამი ამბობს, ისინი გააკეთებენ. ასოთ შეეშინდებათ
და დამტოვებენო. გასოთ როცა ამბობს და მოლაპარაკებას ეუნება სარას, იქიდან არის აღებული. თუ ღმერთი ეუნებოდან მე გავაკეთებ, ახლა იმედი აქვს, რომ ისინი ცოცხლად დამტოვებენ. 12 დაბადების წიგნის ამ თავის მე-12 მუხლი. მან თვალი მოაშორა უფალს და დაიწყო ადამიანებზე ყურება. აქ ასევე მოხდა მესამე ცვლილება. ის სხვებიდან უკვე საკუთარ თავზე გადავიდა. მან მოიტყუა, რათა შენი სარას გულისთვის კარგად მომექცევიანო. როგორც ქმარს, ა ブラ ამს პირველ რიგში ცოლზე უნდა ეფიქრა და არა საკუთარ თავზე. გახსოვთ პირველი პეტრე 3:17, რომ გვიყვარდეს ჩვენი ცოლები და გაუფრთხილდეთ. ასევე ეფესელთა წერილი 5:25 და მერე მოდის 28-29 მუხლები. სინამდვილეში მას არასოდეს არ უნდა წაიყვანა ცოლი იქ თავიდანვე. ქმარს ღვთისნებით შეუძლია ენით აუღწერელი პრობლემები მოუტანოს თავის ცოლს და თავის ოჯახს. ეს ჩვენ უკვე მეოთხე ცვლილებამდე მიგვიყვანს. ის კურთხევის მოტანიდან უკვე სამჟავროზე გადის. ღმერთმა გახსოვთ ა ブラ ამს რა უთხრა, რომ ის ყოფილიყო ხალხებისათვის კურთხევა. როცა გამოიხმო იგი, ამას ჩვენ დაბადების წიგნის მე-12 თავის პირველ და მესამე მუხლებში კითხულობდით. მაგრამ ა ブラ ამი დაუმორჩილებლობის გამო უკვე სამჟავროს წინაშე აღმოჩნდა. ეს სამჟავრო მოვიდა ფარაონზე და მის სახლზეც. იმის მაგერად ის კურთხევა ყოფილიყო ერებისათვის, იქ სამჟავრო და რისხვა გახდა სხვა ხალხისათვის. ასევე მოხდება წლების შემდეგ გერარშიც, ფილისტინელებთან, როდესაც იგივე ხრიკს გაიმეორებს ა ブラ ამი სარას შესახებ. ასე რომ თუ გსურთ იყოთ კურთხევა სხვებისათვის, მაშინ აუცილებლად დარჩით ღვთისნებაზე. გახსოვთ იონაც ასე გაექცა ღვთისნებას და გამოიწვია ხარიშხალი, რომელმაც კინაღამ ჩაძირა გემი და მასთან ერთად მეზღვაურები. ასე იონას მსგავსადაც ა ブラ ამაც დაკარგა ეს მოწმობა და გავიდა ღვთისნებიდან. და მას ურწმუნოების წინაშე უხერხულობისა და საყვედურების წინაშე დგომა მოუწია. ღმერთი მოწყალე ძრუნობდა თავის სახურზე და რთული სიტუაციიდან მაინც გამოიყვანა. წარმოიდგენიათ სარა რომ ფარაონის ერთ-ერთი ცოლი გამხდარიყო, რა მოხდებოდა ღმერთის გეგმაში და იმ ხსნელის აღთქმასთან დაკავშირებით. ასე რომ, როდესაც ჩვენ არ ვაძლევთ ღმერთს მართლობის უფლებას, ის არღვევს ჩვენსას და მაინც ასრულებს თავის განზრახობს. მაგრამ ჩვენ ძვირად ვიხდით იმ დაუმორჩილებობისათვის, რომელსაც ჩვენ ვავლენთ. ა ブラ ამმა ისწავლა თავისი გაკვეთილი, მოინანია და წავიდა ეგვიპტიდან. ჩვენ უკვე გადავედით მე-13 თავზე. ასე რომ, როდესაც არ ემორჩილები ღვთისნებას, ერთადერთი სწორი საქციელი ის არის, რომ დაუბრუნდე იმ ადგილს, სადაც შენ მიატოვე ღმერთი და ახალი დასაწყისი დაიწყო. პირველი იონეს წერილი 1:9. გასოთ როცა მონანიებაზეა ლაპარაკი, ამას გადმოგცეს ეს ეპისტოლე იონესი და ქრისტიანიც ჩვენ არავინ არ არის დაზღვეული შეცდომებისაგან, მაგრამ ჩვენ ყავს უკვე ქრისტე, ჩვენ აღარ ვჭირდება მღვდელი, ჩვენ აღარ ვჭირდება დიაკონი, სანთლები, ხატები, ჩვენ მივდივართ იესო ქრისტესთან და ის უკვე შუამდგომლობს ჩვენი გულისთვის და პატიობს ყოველდღიურ ცოდვებს. ასე რომ წმენის სკოლაში წარუმატებლობა მუდმივი არ არის. ა ブラ ამი დაბრუნდა თავის კარავსა და სამსხობლოს და გააგრძელა თავისი პილიგრიმისა და ხიზანის ცხოვრება. ამ ეპიზოდის შემთხვევით დამკვირვებელმა შეიძლება დაასკვნას, რაც ა ブラ ამს დაემართა, ყველაფერი ცუდად არ ყოფილაო. იმიტომ რომ ფარაონმა ა ブラ ამს დიდი სიმდიდრე გაატარა. ჩვენ ეს წავიკითხეთ, ხო? და ვკითხულობთ ამას 12:16-ში, 13:2-ში, რომ მათ ძალიან დიდი სიმდიდრე გამოიტანეს ეგვიპტიდან. და ასევე სარას საკუთარი მხევალი აჩუქა ფარაონმა, აგარი. ამას ჩვენ წავიკითხავთ მე-16 თავში. ღმერთმა ა ブラ ამს ცოდვა აპატია
და მან თავიდან დაიწყო მასთან ურთიერთობა. მაშინ რა არის დიდი პრობლემა? დიდი პრობლემა ის არის, რომ ა ブラ ამის მიერ ეგვიპტეში მიღებული ყველაფერი ეს ჰაგარიც, საქონელიც, ყველაფერი მოგვიანებით უკვე პრობლემებს იწვევს მის ცხოვრებაში. მათი დიდი სიმდიდრის გამო ა ブラ ამს და ლოტს ერთად ცხოვრება უკვე აღარ შეეძლოთ და იძულებული გახდნენ დაშორებულიყვნენ. ეგვიპტელმა მხევალმა კი აგარმა სახლში განხეთქილება და მწუხარება შემოიტანა. ეგვიპტის სამყაროს გასინჯვის შემდეგ ლოტმაც ყველაფერი იქ ნანახით დაიწყო გაზომა ცხოვრებაში. რამაც მისი დაცემა და ოჯახის დანგრევა გამოიწვია. ჩვენ წავიკითხავთ ლოტის ცხოვრებას, თუ რა ტრაგიკულად თვითონ გადაურჩა, მაგრამ მისი ოჯახის წევრებს რა დაემართებათ, განსაკუთრებით მის ცოლს. ასე რომ დაუმორჩილებლობას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. და ამ ყველაფრის პრაქტიკული გაკვეთილი უბრალოდ ის არის, რომ არასდროს მიატოვოთ თქვენი სამსხვერპლო, ანუ ღმერთთან ურთიერთობა. ჩვენ ახლა დღეს სამსხვერპლო არ გჭირდება, არც ხატები, არც რაღაცა კუთხე, არც ეკლესია არ გჭირდება, ლაპარაკია უკვე ქრისტე, მის სიტყვა და ამ სიტყვით ღმერთთან ურთიერთობა. ასე რომ შეინარჩუნეთ უფალთან ზიარება, რანაირი რთული გარემოებების წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეთ. თუ არ დაემორჩილებით ღმერთს და მან მაინც დაგსაჯათ, აუცილებლად ისევ დაუბრუნდეთ იმ ადგილს, სადაც მიატოვეთ იგით და გამოასწოროთ ყველაფერი, დაიწყეთ ყველაფერი ახლიდან. გახსოვდეთ, წარმატებული და გამარჯვებული ქრისტიანი ცხოვრება ეს ყოველი დაცემიდან წამოდგომაა და ახალი დასაწყისია. ეს ფრაზა ლაიტმოტივად გასდევს მთელ ბიბლიურ კომენტარებს ვორენ ვრისლის და ერთ-ერთი საყვარელია, რო იცოდეთ ჩემთვისაც. იმედის მომცემი. ცოტა სხვანაირადაა მე პერაფრაზირება, ამიტომ ქართულად მე სხვანაირად გავაწყო იქ ახალი დასაწყისის სერიას ამოს. მაგრამ ქართულად აი ესე მე უფრო გავაფართოე და უფრო რამოდენიმე სიტყვით უფრო ნათელი გავხადე. ვიმეორებ კიდევ, წარმატებული და გამარჯვებული ქრისტიანული ცხოვრება ეს ყოველი დაცემიდან წამოდგომაა და ახალი ცხოვრების დასაწყისია. ეხლა ეს ამბობს ვორენ ვრისი, ცოდვის ჩადენის საბაბად კი არ უნდა გამოვიყენოთ, არამედ ეს უნდა იყოს мотиваცია მონანიებისათვის. შემდეგი ქვეთავი არის ნივთები. ესე იგი ჩვენ გავინხილეთ გარემოებები, ადამიანები, ეხლა გადავდივართ ნივთებზე. ძალიან საინტერესოა თუ რამდენი ოჯახური კონფლიქტი გამოიწვია ფულისა და ნივთების სიყვარულმა. გაზეთები ხშირად აქვეყნებენ ხოლმე ცნობებს იმის შესახებ, რომ ოჯახები ერთმანეთს სასამართლოში ედავებიან და ებრძვიან მემკვიდრეობის ლატარიაში მოგებული ფულის გამო. ადამიანები, რომელსაც ადრე უყვარდათ ერთმანეთი და ტკბებოდნენ ერთმანეთით, ეხლა უკვე იწყებენ ერთმანეთზე თავდასხმას, მხოლოდ ფულის მისაღებად. მაგრამ ფულით ვერ იყიდით კურთხევებს, რომლებსაც ოჯახები უხვად იძლევიან. ა ブラ ამმა შეიძლება პირველი ორი გამოცდა ვერ ჩააბარა, მაგრამ უკვე მესამე გამოცდა მან დიდი წარმატებით ჩააბარა. და ეს გამოცდა არც ისე ადვილი არ იყო, რადგან ის ეხებოდა მიწას და სიმდიდრეს. და ა ブラ ამის ეს მაგალითი არის მაგალითი იმისა, თუ მორწმუნემ რა უნდა გააკეთოს, როდესაც ის დგება მატერიალური საკითხების დავის წინაშე. ა ブラ ამა გადაწყვიტა ყოფილიყო მშვიდობის ყოფილი და არა პრობლემების შექმნელი. ა ブラ ამსა და ლოტს შორის პრობლემა არ იყო გამოწვეული მიწით, შიმშილით, მათი სიმდიდრით. ორივე მდიდარი იყო. ან თუნდაც მათი მწყემსებით, რომელიც აქ მოტანილია მაგალითად. არამედ ყველა პრობლემის არსი გულში არის. გახსოვთ იესოც რაც გვეუბნება, ხო, რომ გულიდან გამოდის ყველა ბოროტი აზრები. ლოტის გული სიმდიდრესა და მიწიერ მიღწევებზე იყო ორიენტირებული. მაშინ, როდესაც ა ブラ ამს მხოლოდ უფლის სიამოვნება სურდა. შეუძლია თუ არა ორს ერთად სიარული, თუ არ შეთანხმდნენ? ამოსი 3:3. ცუდი იყო ის, რომ ეს დავა ძმებს შორის მოხდა. მაგრამ კიდევ უფრო უარესი ის იყო, რომ ქვეყნის წარმართი ხალხი უყურებდა და აკვირდებოდა და უსმენდა ამ კონფლიქტს. მოხსენებული იყო ეს მე-7 მუხლში, თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ მიწაზე ცხოვრობდნენ ეს ქანაანელებიო. როდესაც ქრისტიანებს დავა აქვთ, ეს აზიანებს უფლის იმიჯს და უფლის პიროვნებას.
და ეს არ არის კარგი დამოწმება მის შესახებ. ჩემს სამწყს ხოში, სახურებაში ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე ეკლესიის წევრების ცოდვილ ნათესავებს და მეგობრებს და ვცდილობდი მათი სულიერი საკითხებით დაინტერესებას, მხოლოდ იმისათვის, რომ აღმომეჩინა, რომ მათ იცოდნენ ქალაქში არსებული ყველა ეკლესიური კონფლიქტის, ჭორების და ჩხუბის შესახებ. გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი უფალი ლოცულობდა, რომ მისი ხალხი ერთსულოვანი ყოფილიყო, რათა მსოფლიო სამყაროს ერწმუნა და ამას ჩვენ ვკითხულობთ იოანეს სახარებაში საიდუმლო სერობის დროს, როდესაც იესო ლოცულობს იოანეს სახარების მე-17 თავში 20 და 23. როცა დაგინახავენ თქვენ, რომ გიყვართ ერთმანეთი, მსოფლიოც უფრო რწმენით და იმედით შეხედავს, ხომ? ასე რომ ქრისტიანული ერთობა ეს სურნელოვანი და ნაყოფიერია, ფსალმური 122, მაგრამ განხეთქილება ამ სურნელს მყრალ სუნად აქცევს. ბახს კი უდაბნოდ. იაკობის წერილის მე-3 თავი და მე-4 თავის ნაწილი განმარტავს, თუ რატომ იყო ლოტი შვიდობის მოტანის ნაცვლად პრობლემების შემომტანი. რომ მას თავად გულში ქონდა ეს ტანჯვა და ბრძოლა, სურვილები. იმიტომ რომ ის მიყვებოდა ამ ქვეყნიური სიბრმის ღირებულებებს და იდეალებს. როგორც მისმა ბიძამ ეს გააკეთა ეგვიპტეში. ის არ მიყვებოდა ღვთის სიბრძნეს. ის ებრძოდა აბრაამს, რადგან ის საკუთარ თავს ებრძოდა და ებრძოდა საკუთარ თავს, რადგან ის გულში ღმერთს ებრძოდა. ამ ქვეყნიური სიბრძნე, ამ ქვეყნის სიმდიდრე ძალიან დამაკმაყოფილებად გამოიყურება, მაგრამ საბოლოოდ ისინი იმედგაცრუებას მოგვიტანენ. სიხარბე, მეტისმეტად დაუოკებელი მადა ყველანაირ ბოროტებამდე მივიყვანს. 1 ტიმოთე 6:10. მეტი ფულის საშუალებლად ადამიანები იწყებენ მოტყუებას, იგავები 21:6. მერე შეურაცხყოფენ ადამიანებს, იგავები 22:16 და მერე ატყუებენ მათ, იგავები 28 და საკუთარ ოჯახებსაც კი აწუხებენ, იგავები 15:27. სიხარბე არის როგორც ეშმაკის ანბანის დასაწყისი, ასევე დასასრული, წერდა რობერტ საუთი. პირველი მანკიერება გარყვნილ ბუნებაში, რომელიც მოძრაობს და უკანასკნელი კი კვდება. აბრაამ ეგვიპტეში პრობლემები შექმნა, რადგან მისი გული მოუსვენარი იყო, ხოლო ლოტმა ქანაანში შექმნა ეს პრობლემები, რადგან ამ მოუსვენრობა მას მოუტანა ეს წუხილი. იმიტომ რომ მისი გული სინამდვილეში ისევ ეგვიპტეში იყო. 1 კორინთელთა წერილის მეორე თავი და მე-3 თავის ნაწილი სოფლიოში აღწერს სოფლიოში მხოლოდ 3 სახის ადამიანს: მატერიალისტი, ანუ ურწმუნო, უცხონებელი, ხორციელი, ხსნილი, მაგრამ მაინც ცოცხალი ქვეყნიერებისა და ხორცისკენ მიდრეკილი და საბოლოო სულიერი, ღმერთისადმი ერთგული. თქვენ სამივე ასეთ ტიპს ჩვენ ნახულობთ დაბადების ამ მე-13 თავში. მატერიალისტები ურწმუნოები იყვნენ სოდომელები, რომელიც მე-13 მუხლში წავიკითხეთ, ხოლო ხორციელი ეს და ხსნილი იყო ლოტი. და ჩვენ ვიცით მე მართა ლოტადაც მოიხსენიება, როცა ის მოინანიებს და აღიდგენს ღმერთთან ურთიერთობას, მაგრამ მისი ოჯახი ძალიან დაზარალდება. და შემდეგ მე-3 სულიერი თავად აბრაამი. ლოტი მართალი კაცი იყო, როგორც გითხარით, ამას გადმოგცეს მეორე პეტრეს წერილის მეორე თავი. მაგრამ ის უფლისადმი არ იყო მთელი გულით ერთგული. მას არ შეეძლო აბრაამის გასად რწმენით სიარული, რადგან აბრაამი ღვთის მეგობარი იყო. ამას ჩვენ მეორე ნეშტაში მე-20 თავში ვკითხულობ და ესაიაც ესე გადმოცეს 51 თავში. ხოლო ლოტი კი იყო ქვეყნიერების მეგობარი. ამას იაკობის მე-4 თავის, იაკობის წერილის მე-4 თავის მე-4 მუხლი გვეუბნება. მრავალი ეკლესიის განხეთქილება და ოჯახური კამათი გამოწვეულია ხორციელი ქრისტიანების მიერ, როგორც ლოტი იყო, რომლებიც არ დადიან უფალთან მსგავსად მათ გვერდზე მდგომი მორწმუნე სულიერი ადამიანებისა. აბრაამი ცხოვრობდა სხვებისათვის და არა საკუთარი თავისთვის. ეგვიპტეში ყოფნისას აბრაამი პირველ რიგში საკუთარ თავზე ფიქრობდა, გახსოვთ, მაგრამ როდესაც ის ბრუნდება უკვე თავის სამსხობლოსთან ქანაანში,
მან უკვე ღმერთი პირველ ადგილზე დააყენა, ხოლო შემდეგ კი სხვები. როგორც ბანაკის უფროს, ანუ სახელმწიფო მოღვაწეს, აბრაამს ჰქონდა სრული უფლება გადაეწყვიტა საკითხი და ლოტისთვის ეთქვა: რა გაეკეთებინა, მაგრამ მან ლოტს მისცა პირველი არჩევანის გაკეთების უფლება. ასე რომ ერთმანეთთან მიმართ იყავით კეთილგანწყობილი ძმური სიყვარულით, პატივისცემით, ერთმანეთის მიმართ უპირატესობა მიანიჭეთ. ამას გადმოგცემს რომაელთა წერილში პავლე მოციქული მე-12 თავში. სულიერი ქრისტიანი არ ითხოვს საკუთარ უფლებებს, არამედ სიხარულით უთმობს სხვებს. სიცოცხლის ბოლო წლებში გენერალ უილიამ ბუთი, ხსნის არმიის დამფუძნებელი, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, სხვათა შორის ამის ბიოგრაფია მეც წავიკითხე. ავსტრალიაში პირველი ერთ-ერთი ეკლესია, რომელშიც მე დავდიოდი, ხსნის არმიის ეკლესია იყო და მართლაც გასაოცარ სამსახურს ეწეოდნენ. საქართველოშიც გაიხსნა ეგ, მაგრამ საქართველოში რა ვიცი, ბევრმა მეგონი სახში წაიღო ბევრი რაღაცეები. ძალიან დაუძლურდა არმიის მსოფლიო კონფერენციაზე დასასწრებად. ესე იგი ეს გენერალი ავად იყო მოხუცი ხანს შესული, მაგრამ ის დელეგატებს ატყობინებს და ერთ წელს მან მხოლოდ ერთი სიტყვა გაუგზავნა: სხვები, the others. ინგლისურად ესე არის, ხო? სხვები, ანუ სხვებზე რო ეზრუნათ. მე მქონდა პატივი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მემსახურა ხსნის არმიასთან ერთად და შემიძლია დავამოწო, რომ ისინი ამ სიტყვას სხვები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. და მართლაც პირდაპირ გაგებით მე მეხმარებოდა, როდესაც ჩემი ოჯახი ფეხზე დგებოდა ავსტრალიაში, როგორც სენ ვინსენტ დე პოლი, ეს კათოლიკური ყველაზე დიდი საქველმოქმედო მოდი ვთქვათ ორგანიზაცია, რაც მსოფლიოში არსებობს, ეს კათოლიკური. მიუხედავად ამისა, მათი უზნეობის, მათი დიდი განდგომილების, მათი არადოქტრინალური, არასწორი გაგებისა, ყველაზე ეს ჩემი სიტყვები არა, ჯონ მაკარტურიც ამას ამბობს, რაც არ ეხება პენტაკოსტელებს და იმათ, რომ უფრო ეგენი ხელმომჭირნეები და მოდი ვთქვათ ისინი არიან ძალიან რა ქვია, არა გულუხვები, როცა კათოლიკური ეკლესია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯონ მაკარტური აკრიტიკებს ხოლმე, ხო? კათოლიკური ეკლესიას თქვა, რომ უზომოდ დიდი ქველმოქმედებას ეწევიან, უზომოდ. რა თქმა უნდა, ფულიც ბევრი შეძდით მათ, ხო? და დიდი დონაციებია, მაგრამ აი ამ საკითხს რაც ეხება ხოლმე, ასევე ხსნის არმიას. იქ მე მახსოვს, ბიბლიასაც გვასწავლიდნენ, მაგრამ მათი მთელი კონცენტრაცია იყო დახმარებები, მატერიალური დახმარება. ხა ეს მარტო ერთი სახეა, ხო, ქრისტიანობის, ხო, როგორც კეთილი სამარიტელის ისტორია და ამითი გართობაც არ შეიძლება. მე მახსოვს ხსნის არმიის ერთ-ერთ შეხვედრაზე პიროვნებამ ისეთი სიტყვა წაიკითხა, რომ გული შეეძრა ძალიან ბევრ ბიზნესს და 1 მილიონი თუ 2 მილიონი გადარიცხა. მე მახსოვს ავსტრალიაში იყო ესეთი შემთხვევა, ხო? და უბრალოდ უორენ რიზვიც ადასტურებს ამას, რომ აი იმ ბრძანებას რაც თქვა ამ დამფუძნებელმა გენერალმა, ხო? ნუ გენერალი პირდაპირ გაგებით სამხედრო არ მათ რაღაცა ესეთი ფორმები და ისა აქვთ, ხო? თითქოს და არმია, ქრისტეს არმია ესა, რო ხსნის არმია. და რა თქმა უნდა, ამით იწყებენ დახმარებები და ეკება მე ადამიანებს ინტერესი გაუჩნდეს, რომ მე ბიბლიით მივიდნენ და ბიბლია იმას აკრა. არ ვიცი ხალხს რამდენად ეფექტურია, მაგრამ ეფექტური მართლა არის დახმარებაში. მაგრამ სულის ხსნაში როგორი ეფექტურია, ეს ცოტა არ ვიცი, მაგაზე გამიჭირდება მე თქვა. ღმერთმა იცის ეს. დიახ, ესე იგი და ეს მუხლი მოყავს უორენ რუსის თითოეულმა თქვენგან არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს, არამედ სხვის ინტერესებზეც იფიქრო, რომ ფილიპერთა წერილის მეორე თავის მეოთხე მუხლი. აბრაამი რწმენი ცხოვრობდა და არახილვით. რაც არ უნდა გაეკეთებინა ლოტს, აბრაამი არ ღელავდა თავის მომავალზე, რადგან იცოდა, რომ ყველაფერი უფლის ხელში იყო. აბრაამს არასოდეს წაუკითხავს ფსალმური 46, მეოთხე მუხლი, ან მათეს სახარება 6:33, მაგრამ ორივეს ის პრაქტიკაში იყენებდა რწმენით. ის ღმერთს სამსხობლოსთან შეხვდა და იცოდა, რომ ყველაფერი მისი კონტროლის ქვეშ იყო. როდესაც ღმერთი შენ ცხოვრებაში პირველ ადგილზეა, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ არის მეორე ან ბოლო ადგილზე. ლოტს კარავი ჰქონდა სამსხობლოს, გასოთ, ლოტს კარავი ჰქონდა, მაგრამ სამსხობლო არა. ამას გვეუბნება ხო დაბადების მე-13-მე-5, რაც ნიშნავდა, რომ მან არ მიმართა უფალს სიბრძნისათვის და გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორც ეს იაკობის წერილშია პირველი თავის მე-5 მუხლში. ცისკენ თვალების აწევის ნაცვლად ლოტმა თვალები იორდანეს მდინარეს და მის ზეგანს, ხეობა, რომელიც იწყვებოდა, მიაპყრო და იქ გაჩერდა. ასე რომ თვალები ხედავს იმას, რაც
ადამიანის გულს უყვარს. აბრაამმა ლოტი ეგვიპტიდან გამოიყვანა, მაგრამ ვერ შეძლო ეგვიპტის ლოტისგან გამოყვანა. ესე ძალიან კაი გამოთქმა არის, ხო? მზერა ეხმარება შედეგის განსაზღვრას. აბრაამის თვალები ღვთისწმინდა ქალაქზე იყო მიპყრობილი. ებრაელთა წერილი მე-11. ანუ მარადისობაზე, ცისკენ. და ის განაგრძობდა უფალთან სიარულს და კურთხევის მემკვიდრეობას. ხოლო ლოტის მზერა ცოდვილ ქალაქებზე იყო მიპყრობილი და მან მიწიერი წარმატება, სულიერი წარუმატებლობა და სამარცხვინო დასასრული განიცადა. ლოტს დიდი შესაძლებლობა ჰქონდა ღვთისკაცი გამხდარიყო, როდესაც აბრაამთან ერთად დადიოდა, მაგრამ ჩვენ ვერსად ვერ ვკითხულობთ, რომ ლოტმა სადმე სამსხვერპლო აუგო ღმერთს. იქი წავიკითხავთ შემდეგ თავებში, რომ ის იჯდა და განსჯიდა და იქ მართლა ინარჩუნებდა სოდომში და იმაში მართალი კაცის სახელს, რომელიც აღიზიანებდა იქ აურებას, ხო? მაგრამ სამსხვერპლოს რაც შეეხება მართლა ვერ ვკითხულობთ ჩვენ. ან სადმე უფლის მოხმობა რომ დაიწყო მან. თავდაპირველად ლოტმა სოდომისკენ გაიხედა. შემდეგ სოდომისაკენ გაემართა და ბოლოს სოდომში გადადის უკვე საცხოვრებლად. ამას ჩვენ უკვე მე-14 თავში რო გადავალთ. გახსოვთ სოდომის გვერდზე დაცაკარვები და მე უკვე სოდომში ხედავთ რომ უკვე შევიდა საცხოვრებლად. ლოტი რომელიც წინ მიიწევდა, ქვეყნიერებაში დაბრუნდა და ღვთის კურთხევას მოშორდა. ფსალმუნი 1:1. ის აღმოსავლეთით გაემართა დაბადების 13:11 და ზურგი აქცია ბეთელს, ღვთის სახლს და ჰაღაისკენ ნანგრევებისაკენ გაიხედა. გასვოთ მე-12 თავის მერვაში, იქ ჰაღაი იყო მათთან გვერდზე. სოდომის ხალხი შეიძლება ლოტისთვის ბოროტი არ ჩანდა, მაგრამ ისინი ბოროტები იყვნენ ღვთის თვალში. ამიტომაც ღმერთის შეფასებაა უფრო მნიშვნელოვანი და არა ჩვენი ან ადამიანების. აბრაამმა ღმერთს მისცა საშუალება, რომ ღმერთს აერჩია მისთვის. ლოტის წასვლის შემდეგ აბრაამს კიდევ ერთხელ შეხვდება უფალი, ჩვენ ეს წავიკითხეთ მე-13 თავში, ლოტმა თვალები ასწია და დაინახა თუ რას თავაზობდა სამყარო. ახლა ღმერთმა აბრაამს შესთავაზა, რომ თვალები აეწია და დაენახა, რას თავაზობდა ზეცა. ლოტმა აერჩია მიწის ნაკვეთი, რომელიც საბოლოოდ დაკარგა, მაგრამ ღმერთმა აბრაამს მისცა მთელი მიწა, რომელიც დღემდე მას და მის შთამომავლს ეკუთვნის. ეხლა ამას ვერ გავაგებინოთ ჩვენ ირანელებს და პალესტინელებს, ხო? ვისაც არ აწამს ის კი არა ისლამში, იცოდით, ისლამში. მე ეხლა ხან გავიგე, რომ ისლამში მათ მიაჩნიათ, რომ ისმაელი არის, გეცმით, ისმაელი არის ის მემკვიდრე, რომელსაც მერე მთაზე, მორიას მთაზე აიყვანს და აბრაამი წირავს. და არა ისააკი. აი ეს არის დიდი დამახინჯება მუჰამედმა, ეს დიდი შეცდომა და მოირგო თავის თავზე რა. იმას აღიარებენ, რომ ისააკი და ორი შვილი ყავდა, მაგრამ პირველი რახან ფიზიკურად, ბიოლოგიურად ის უფროსი შვილი იყო, რომ ისაყავს თურმე იმასე შესაწირავად. და იმიტომაც ააგეს იქ მთაზე აბრაამის ის რო არის, ხო? ომარის მეჩეთი რო არის, იმ მთაზე აგებული. მათაც ეგრე წამთ, მაგრამ ეგ არის დიდი მწუხარება და აქედან იწყება უკვე გაუგებრობები და არეულობები, ხო? როცა ჩვენ ქრისტიანები ვაღიარებთ ძველად თქმას, როგორც არის, დაუმახინჯებლად, ხო? და მივყვებით ლოგიკურად გამოსავალს, რომ ხსნელი გამოდის უკვე იქიდან, ისააკიდან და რა ისმაელიდან. მიუხედავად იმისა, რომ ისმაელსაც მადლი მიცა და ვინც ეს გაიგო, ხო, თუნდაც მუსლიმანებში უფრო მშვიდად არიან, ვიდრე ისინი, ვინც ეჯიუტებიან და იმაშვებიან, თუნდაც შიიტები, სუნისტებზე უფრო აგრესიულები შიიტები არიან, რო იცოდეთ. და მათაც აქვთ, ხო, მე გაყვა ეს რაღაცა ისინი სწავლებები და თავისთვის მოირგეს. ლოტმა აერჩია მიწის ნაკვეთი, რომელიც საბოლოოდ დაკარგა, მაგრამ ღმერთმა აბრაამს მისცა მთელი მიწა, რომელიც დღემდე მას და მის შთამომავლს ეკუთვნის. ლოტმა თქვა, ავიღებ. ღმერთმა კი უთხრა აბრაამს, მე მოგცემ. რა კონტრასტია რა? ლოტმა დაკარგა ოჯახი, მაგრამ აბრაამს აღუთქვეს, რომ მას ექნებოდა დიდი ოჯახი. მისი დათვლა შეუძლებელი იქნებოდა. გახსოვთ, აბრაამი და სარა მოხუცები იყვნენ და შვილები არ ყავდათ ამ დროს. ლოტი შესაძლებლობისთვის ცხოვრობდა, აბრაამი კი ღმერთს შეუძლებელს ენდობოდა. აღმართა თვალები და გახედე. მას მოყვა უკვე აღმართე ფეხები და გაიარე. მოითხოვე შენი მემკვიდრეობა რწმენით. იესონავეზე პირველ თავშიც გახსოვთ, ხო? და მეორე რჯულშიც ეს არის მოცემული. როცა მოგითითებდა ღმერთი გეუნება, რომ წადი, დასახლდი, აიფყარი, შეცვლა გააკეთო. დისციპლინა, რომელიც მან ეგვიპტეში ჩასვლისას განიცადა,
ასწავლა აბრაამს საზღვრების პატივისცემა. ამიტომ ახლა ღმერთს უკვე შეეძლო მასთვის ეს საზღვრები მიენდო და ჰორიზონტები დაენახვებინა. სწორედ თქვენი რწმენა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად დატკბებით ღმერთის კურთხებით. როდესაც თქვენ ენდობით იესო ქრისტეს, როგორც თქვენ ხსნელს, ღმერთიც ასევე მოგცემთ კურთხევას. ურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით, ზეცაში, ეფესელთა 1:3. ახლა თქვენ გაქვთ თქვენი მემკვიდრეობა. ყველაფერი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის ეს მემკვიდრეობა, რომ წმენით მიითვისოთ და გამოიყენოთ. მისი დიდების სიმდიდრე. ფილიპელთა წერილის მე-4 თავის მე-19. მე-19 მუხლი. ღვთის სიტყვა კი არის ანდერძი, რომელიც გეუბნებათ, თუ რამდენად დიდარი ხართ. რწმენა ამის გასაღებია, რომელიც ხსნის ამ სარდაფს, რათა თქვენ შეძლოთ თქვენი მემკვიდრეობის მოთხოვნა. აბრაამმა მადლობა შესწილა ღმერთს. აბრაამმა არა მხოლოდ ასწია თვალები და შეხედა, ასწია ფეხები და დაიწყო სიარული. ასევე გულიც აიმაღლა, თაყვანისცა ღმერთს და მადლობა გადაუხადა მას მადლიერი კურთხევისათვის. ის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე შლიდა კარავს. ისე როგორც ღმერთი მიუთითებდა მას და მიუძღოდა მას. ის აშენებდა მოწმობისა და თაყვანისცემის სამსხვერპლოს ღმერთისადმი. სოდომის ხალხი ამაყობდა თავის სიმდიდრით. ამას ეგზეკიელი გადმოგცემს მე-16 თავში, მაგრამ აბრაამს ჰქონდა სულიერი სიმდიდრე, რომლის შესახებაც მათ არაფერი არ იცოდნენ. იოანეს სახარება 4:31-34. ის დადიოდა ღმერთთან ზიარებით და მისი გული კმაყოფილი იყო. სატანას სურს გამოიყენოს გარემოებები, ადამიანები და საგნები, რათა შეგაცდინოთ და თქვენში ყველაზე ცუდი მხარე გამოავლინოს, მაგრამ ღმერთს სურს თქვენი ამ შეცდომების გამოყენება, რათა გამოგცადოთ და თქვენში საუკეთესო მხარე წინ წამოწიოს და გამოავლინოს. აბრაამმა პირველი ორი გამოცდა ვერ ჩააბარა, რადგან მან ღვთის სიტყვის რწმენის ნაცვლად ადამიანური სიბრძნის რწმენას მიმართა, მაგრამ მესამე გამოცდა მან დიდი წარმატებით ჩააბარა, როგორც ჩვენ ეს ვნახეთ აქ, რადგან ღმერთს მისცა უფლება კონტროლი აეღო მის თავზე. და ეს არის გამარჯვება, რომელმაც ძლია ქვეყნიერებას და ეს არის ჩვენი რწმენა. 1 იოანეს წერილი 5:4. მადლობა მოსმენისათვის.